მე ვარ ელისაბედ კომახიძე 11 წლის. სწავლობ ბათუმის მეხუთე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის სიმღერა და ხატვა. უფრო მიყვარს სიმღერა. უკვე 2 წელია ვმღერი ანსამბლ ენკანტოში. მახსოვს პირველი დღე ენკანტოში რომ მივედი. დიდად შემაწამიყვანა, დიდად არ ვნერვიულობდი, იმიტომ რომ იმ მღეროდა ჩემი ბიძაშვილი ლიზა კალანდაცი. პირველი დღე ძალიან სახალისო იყო და გავიცანი ჩემი გუნდელები. ჩემი სიმღერის მასწავლებელი არის ნატალია ბადაჭკორი. ის არის ლამაზი, მშვიდი, მეგობრული და მხიარული. ნატალია მასწავლებელმა ჯერ შემოუწმა და აღმოჩნდი პირველი ხმა. ჩემი პირველი სიმღერა იყო See You Again. It's been a long day without you, my friend. When I tell you all about it, when I see you again, when I see you again. როცა სამივე ხმა ვმღერით, არის ძალიან სასიამოვნო მოსასმენი. ქართული სიმღერებიდან მიყვარს ჰერიო ბიჭებო. ჰერიო, ჰერიო ბიჭებო, ჰე. ბიჭებო, 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 ჰე. უკვე მქონდა 15-მდე კონცერტი და ყველაზე უფრო მომეწონა პირველი კონცერტი. იმიტომ რომ იყო ძალიან სახალისო, მაგის შემდეგ დავათვალიერეთ სენაკი, ძალიან ლამაზი იყო სენაკი, მივირჩით სენაკის ნაყინები და ასე შემდეგ. ძალიან კარგი შეგრძნება არის დიდ სცენაზე სიმღერა. მინიმუმ 3ჯერ კონცერტის შემდეგ მაჩუქას ყვავილები. ერთი მაჩუქა ბიძაჩემა, ერთი დედაჩემა და მესამე არ მახსოვს. მე რომ ახლა კარგი მომღერალი ვიყო, ჩემს სოლო კონცერტს ვისურვებდი დინამო ბათუმის სტადიონს. ბილეთი ეყიდებოდა 50 ლარი და მთელი სტადიონი იქნებოდა სავსე. მე ფული როცა მაქვს, ძირითადად ხარჯავ საჭმელში. სკოლაში როცა ვიყო საჭმელი იმაში. ჩემი საყვარელი საჭმელი არის მწვადი. სხვათა შორის მე ძალიან გემრიელ საჭმელებს ვაკეთებ. ყველაზე კარგად გამომდის დესერტი პიროგი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ყავს ძალიან კარგი მასწავლებლები და კარგი და მხიარული კლასელები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის ანასტასია ტემირიაევა. ყველაზე ცელკი არის ნიკა სოლომონიცი. ყველაზე ჭკვიანები ვართ მე და მელი ირემაცი. ყველაზე მშვიდი არის ნია მამეიშვილი. მე ვარ ყველაზე მეგობრული, კეთილი და ნიჭიერი. ჩემი საყვარელი საგნები არის ბუნება, ინგლისური და მათემატიკა. სხვათა შორის უცხოენების შესწავლა არის ჩემი ჰობი. ინგლისურის გარდა კიდევ ვიცი რუსული და გერმანული. კიდევ მინდა ვიცოდე იტალიური, ფრანგული და იაპონური. ჩემი საყვარელი მასწავლებელი არის თინიკო ციმნარიც. იმიტომ რომ ის არის ძალიან კეთილი, მეგობრული, მხიარული, თბილი და ლამაზი. ეს თავარია უყვარს ბავშვები და არის პროფესიონალი. ძალიან მინდა თინიკო მასწავლებელი იყოს ჩემი მეზობელი. იმიტომ რომ ხშირად გვესტუმრება დედაჩემთან ერთად ყავას თალებს და გაკვეთილებს ამიხსნეს თუ ვერ გავიქი. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე პედიატრი. ახლა მინდა ვიყო 3 წლის. ჩემი ძმა დაბადებული არ იყო და მშვიდად ვიყავ. სახლში ცხოვრობთ მე, დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი ძმა, ბებია, ბაბუა და ბიძია. კიდე მინდა მყავდეს ერთი და. ჩემი ძმა არის 7 წლის და ქვია იოანე. ის არის კეთილი, მხიარული, ცელკი და ცოტა ნერვების მომშლელი. ნერვებს კი მიშლის, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს. ჩემი აზრით ივანე რომ გაიზრდება, გამოვა პოლიციელი. მამიკო არის მხიარული, კეთილი, თბილი და მეგობრული. მას ძალიან უყვარს ჩემი დედიკო. ასე იმიტომ მგონია რომ კარგი ურთიერთობა აქვს, ყვავილებს შუქნის, შოკოლადებს შუქნის და ასე შემდეგ. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, მეგობრული, კეთილი, თბილი და მშვიდი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული პიცა. პიცას ცოლი მინდა არ მოყავს, რომ ბებიაჩემის არჩეული გოგოები არ მოსწონს. ბებიაჩემის ნერვიულობს მაგის გამო და უბრალოდ ცოლი მოიყვანე. ოღონდ სიმღერაზე რო შემოყვანა ის ბიძია არის სხვა ბიძია და მას ყავს ცოლი და 2 შვილი. მე ხატვა მასწავლა ჩემმა მეგობარმა ნინო ზამთარაძე. ყველაზე ხშირად ვხატავ ადამიანებს. ჩემი საყვარელი ფერი არის იასამნისფერი და არ მიყვარს შავი. ნახატებს იმიტომ ვერ ვაგროვებ, რომ ჩემი ძმა მინადგურებს. მიყვარს კითხვა თუ წიგნი საინტერესოა. ჩემი საყვარელი მოთხრობა არის ნოდარ დუმბაძის დედა. საყვარელი ფილმია Squid Game. ეს არის სერიალი და 2 სეზონი მაქვს ნანახი. სიამოვნებით ვითამაშებდი ამ ფილმში თავარ როლს. ასევე ვითამაშებდი მაშას როლს მულტფილმში მაშა და დათო. ჯაზური ჯოხი რომ მქონდეს, გავაცოცხლებდი ჩემ
ახლობლებს და ყველა ადამიანი იქნებოდა უკვდავი. სამგზავროდ სიამოვნებით წავიდოდი გერმანიაში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთ შეკითხვა: ელისაბედ რომ არ მერქვას, რა მერქმეოდა? მე ელისაბედი რომ არ მერქვას, მერქმეოდა მარი. ჩემს შვილებს და ვარქმევ გოგოს მარის, ხოლო ბიჭს ნოეს. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას: ერთი შანსი რომ გქონოდეს ცხოვრებაში რა შეცვლით? მაგალითად მე შეცვლიდი იმას, რომ სარმაცი აღარ ვიქნებოდი. ბედნიერება არის კარგი ოჯახი და ბიძიას ქორწილში წასვლა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.